დღეს რაც მოხდა, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა არასდროს. იყო შემთხვევები წინა თვეების განმავლობაში, როდესაც რამდენიმე დრონი საზღვართან ახლოს პირობითად 10-15 კილომეტრის რადიუსში გადაკვეთდა ხოლმე აი ამ სივრცეს, მაგრამ იქვე ვარდებოდა ან შემდეგ აგდებდნენ ხოლმე და უჩინარდებოდა ესე ვთქვათ. ჩამოგდება ესე ვთქვათ პოლონელების მხრიდან მანამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს გუშინდელი შემთხვევა იყო უპრეცედენტო და აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ მოქმედება, ჩამოაგდეს დაახლოებით 10-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, ზუსტად არ არის დაკონკრეტებული, რამდენზეა საუბარი, ზოგი წყარო ამბობს 10-ს, ზოგი 5-ს და არის ასევე ინფორმაცია, რომ საერთოდ 4 ჩამოაგდეს. ახლა ამაზე რო არ დავკონკრეტდეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა აი ამ ქმედებით დაიწყო გამოცდა იმისა, რეალურად მოქმედებს თუ არა ნატოს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას. თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, მაგრამ ხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს მუხლი არ ამოქმედებულა, თუმცა პოლონეთმა მოითხოვა მეოთხე მუხლის ამოქმედება და სწორედ ამ ნაწილში მექნება შეკითხვა, რას გულისხმობს და რას ნიშნავს ეს არსობრივად ეს რომ აუხსნა ჩვენს მაღლობას. ესე ვთქვათ, განიხილავენ, მსჯელობენ თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, როგორ უპასუხებენ აი ამ აგრესიას, რაც განახორციელეს რუსებმა. ერთგვარ ბიუროკრატიულ პროცედურებს უფრო ხედავ მე ახლა აი ამ მოცემული მომენტისთვის და ჯერჯერობით ვერ მივიღეთ ისეთი მკაფიო, მკაცრი პასუხი ნატოსგან, რომელსაც უნდა ველოდოთ. პირობითად აი ამ აგრესიის საპირწონე პასუხი ახლა ნატოსგანაც უნდა იყოს, იქნება მინიმუმ უნდა იქნეს ის, რომ უკრაინის დასავლეთის სივრცე, ანუ პირობითად ლვოვის ტერიტორიის საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს და იქ უნდა დაიწყონ პატრულირება გერმანულმა ან ფრანგულმა, ან თუნდაც პოლონურმა ავიაგამონადირებლებმა და მსგავსი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში იქვე უკრაინის ტერიტორიაზე მოახდინონ პრევენცია. ეს იქნებოდა, ესე ვთქვათ, ადეკვატური ნაბიჯი ნატოსგან, მაგრამ ის რომ მარკ რუტემ ნატოს გენერალურ მდივანმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩვენი სისტემიდან გამომდინარე შესაბამისად ვიმოქმედეთო და ჩამოაგდეთო, ეს არ არის საკმარისი პასუხი, ეს არ არის იმგვარი მოქმედება, რომელიც დააპრევენციებს მომავალში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, იმიტომ რომ თუ ეს რუსეთს შერჩა, მომავალში კიდე უფრო მეტ აგრესიულ და ესე ვთქვათ ავანტურისტულ ნაბიჯებს გადადგამენ, რასაც ვიხილავთ ალბათ, ან შეიძლება ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში გამოხატონ ეს, შეიძლება დრონებით, შეიძლება საერთოდ ფთოსანი რაკეტებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახლა თუ არ მოხდა ამ დღეებში კონკრეტულად ისეთი ძლიერი პასუხის გაცემა, ეს რუსებს მხოლოდ წაახალისებს. დონალდ ტუსკმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს მხოლოდ შესავალია და მოკავშირეებს ხარდაჭერისკენ მოუწოდა. აი ეს ვთქვათ, დამაიმედებელი განცხადება ამ თვალსაზრისით არის თუ არა თქვენთვის? დამაიმედებელი განცხადება ყველაზე მეტად იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ვადეფულის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს არ სურს დიპლომატია, რუსეთს არ სურს ამ ესე ვთქვათ დაძაბულობის განმუხტვა და შესაბამისი იქნება პასუხები და შესაბამისად გადავდგამთო ჩვენს აგრესიულ ნაბიჯებს. ნახოთ ეს აგრესიული ნაბიჯები რა იქნება, მაგრამ მინიმუმ ისეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიც რუსეთს შეაშინებს საომალოდ და დააფიქრებს თავის ქმედებებზე, მაგრამ ჯერჯერობით დღეს მხოლოდ განცხადებები და აღშფოთებები არის წინაპარ. და მკაცრი პასუხების არარსებობის შემთხვევაში აი ამ პირობებში სადამდე შეიძლება მაშინ წავიდეს პუტინი? ხო, რთულია, ძალიან დიდი ფანტაზია აქვს, სამწუხაროდ, ანუ ძალიან ისეთი ბოროტი ფანტაზია აქვს და შესაძლოა რაღაც იგივე ბალტიისპირეთში შეიძლება მოხდეს შეფრენები დრონების, რომელზეც შემდეგ იტყვიან, რომ არიციან, მოდით დავიწყოთ მსჯელობა, ერთად გამოვიძიოთ, მაგრამ რეალურად ეს არის მათ მიერ გაკეთებული, ესე ვთქვათ, ავანტურისტული ქმედება. სხვა შორის დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმაც თქვა, რომ ეს დრონები 19 დრონი უშუალოდ შემოფრინდაო ბელორუსის ტერიტორიიდან. ანუ 19 დრონის კვეთა არ ყოფილა უკრაინის ტერიტორიაზე, პირდაპირ ბელორუსიდან შემოფრინდაო პოლონეთის ტერიტორიაზე, რაც არის ღიად, ესე ვთქვათ, დაგეგმილი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. თუ არ იქნება ქმედებები ადეკვატური, რუსეთს გაუჩნდება იმის, ესე ვთქვათ, შეექმნება ესეთი მოცემულობა და ილუზია, აღქმა იმისა, რომ ნატოს მეხუთე მუხლი შესაძლოა საერთოდ არც ფუნქციონირებდეს და რეალურ პრაქტიკაში არ მოქმედებდეს და ეს მას წაახალისებს კიდევ უფრო
რაღაც აგრესიულ და ესეთ პროვოკაციულ ქმედებებს. ხო, ერთია ნატოს პასუხი, მაგრამ აი სწორად მივადექით იმ თემას ლოგიკურად, აი მეორეა და არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ წუთას თავად რუსეთს, ხო, მესამე წელია, 3 წელიწადნახევარია უკრაინაში მიმდინარეობს, ხო, საომარი მოქმედებები და ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილის ოკუპაცია. ანუ რისი იმედი და რესურსი შეიძლება ჰქონდეს მოსკოვს, აი პირობითად უფრო ფართო მასშტაბიან ომში. დღევანდელი აი ეს ნაბიჯი რუსების პირდაპირ ბმაშია იმასთან, რომ ისინი ომს ვერ იგებენ უკრაინაში და როდესაც უკრაინაში რუსეთი ომს ვერ იგებს, ის აგებს, ეს ისტორიულად ყოველთვის ესე იყო. ანუ ეს ქმედება კაფეოდ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აცნობიერებს, რომ ის უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს, რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო გაუჭირდება უშუალოდ ბრძოლის ველზე, ამიტომ მან აერჩია ტაქტიკა, შექმნას ქაოსი, შექმნას ესე ვთქვათ, საკუთარ მოსახლეობაში უძლეველობის მითი გაამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რთული მდგომარეობა აქვს და ასე ვთქვათ, დაბუსტოს რაღაცა განწყობები რუსეთში, შექმნას შიში დასავლეთში და წარმოაჩინოს იმგვარად ნატოში აღქმები, რომ რუსეთი არის თავზე ხელაღებული სახელმწიფო, რომელიც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომისკენაც კი მიილტვოდეს. ნუ დღეს ამას ვერ ვხედავთ, საფრთხეს ვხედავთ, იმიტომ რომ all in it არის შესული, ესე ვთქვათ, ნუ ყველაფრით არის შემოსული და ყველაფერზე არის წამსვლელი პუტინი იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს ეს ომი, მაგრამ რა დონის ავანტურაზე გავრცელდება მისი აი ეს ქმედებები, ამას მომავალი გვაჩვენებს და ასევე გვაჩვენებს ისიც შეასრულებენ თუ არა რაღაც გიჟურ ბრძანებებს რუსეთის სამხედრო გენერალიტეტში, იმიტომ რომ თუ შეიძლება პუტინს რაღაცა უნდოდეს პირობითად რაღაც არაადეკვატური ქმედება, მაგრამ გენერალიტეტში მე ვფიქრობ, რომ არიან ისეთი ხალხი და FSB-შიც და ელიტებშიც, რომლებსაც გააზრებული აქვთ ის, რომ რუსეთი არ უნდა გადაყვეს პუტინის რაღაცა გიჟურ იდეებს. ამიტომ რაღაცა ეტაპზე ვრცელდება ამ კუთხით ცნობები ექსპერტულ ანალიტიკურ წრეებში. არა, არ ვრცელდება, მაგას ახლა ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ესეთი ინსაიდერული წყაროებიდან გამოდის, რომ შიგნით სიტუაცია ჯერჯერობით არის მყარად. თუმცა ვრცელდება ესეთი მოცემულობა, რომ რუსეთი ფრონტზე წინსვლას ვერ ახერხებს და ეს არის უკვე განხილვის საგანი და ძალიან ესეთი მტკივნეული საკითხი გენერალიტეტშიც და სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებშიც, იმიტომ რომ რაღაც უაზროდ აგრძელებენ, მიდიან წინ, მაგრამ რეალურად ვერ მიდიან. 2022 წლის სადღაც ნოემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე ანუ ეს ვიღაცებმა მე სხვანაირად რო არ გაიგონო. ვაზუსტებთ თარიღს 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ უკრაინამ გადალახა ის მომენტი, როდესაც ჰქონდა ქაოსი, როდესაც ჰქონდა რთული მდგომარეობა და დღეს უბრალოდ აკავებენ ტერს თავდაცვითი პოზიციებით და ისინი უფრო მეტ დანაკარგს აყენებენ რუსებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან, პუტინი იაზრებს იმ მოცემულობას, რომ პირობითად ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა 2-3 წელი, ის უბრალოდ გამოიფიდება და ომს ააგებს. ამიტომ მან აერჩია იმგვარი ნაბიჯების გადათქმა, რომელმაც უნდა შექმნას ქაოსი, დესტაბილიზაცია ევროპაში და ესე ვთქვათ, ეს მღელვარება, რომელიც საითკენ წაგვიყვანს, ეგ უკვე არც პუტინმა იცის, ჩემი აზრით.